75 წამში შეგიძლია ისწავლო, როგორ მოამზადო მაქსიმალურად ავთენტური პასტა კარბონარა მარტივად. ამისთვის დაგჭირდება მხოლოდ 4 ინგრედიენტი: კვერცხი, ყველი, მაკარონი და ბეკონი. ბეკონი არის ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომელიც არაავთენტურს ხდის ამ კერძს, იმიტომ რომ ტრადიციულ კარბონარაში იყენებენ გუანჩალეს. სასურველია ბეკონი იყოს ცხიმიანი, რადგან ეს არის ერთ-ერთი ცხიმი, რომელსაც გამოვიყენებთ პასტაში. იმისთვის, რომ მოხარშული პასტა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ზუსტად უნდა მიყვეთ შეფუთვაზე არსებულ ინსტრუქციას. პარალელურად შემოდგით ბეკონი ცეცხლზე და კარგად დაბრაწეთ. მერე რომ არ დაგვაუწყდეს, გადმოვიღოთ პასტის ნახარში, რომელსაც გამოვიყენებთ მოგვიანებით. გადაწურული პასტა მოათავსეთ დაბრაწულ ბეკონზე და მაქსიმალურად ჩაუწიეთ გაზქურას. კვერცხის და ყველის მასას მოასხით პასტის ნახარში და დაასხით პასტას. ურიეთ იქამდე, სანამ პასტის соуსი არ დაიწყებს შესქელებას. თუ ზედმეტად სქელი მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ დაასხათ პასტის ნახარში და გაათხელოთ. ზუსტად თუ მიყვებით ამ ინსტრუქციას, არასდროს აგეჭრებათ соуსი, გამოგივათ ძალიან წვნიანი და უგემრიელესი. შეგიძლიათ დამატებით მოაყაროთ დაბრაწული ბეკონი, ყველი პარმეზანი და დაფქული შავი პილპილი. გემრიელად მიირთვით.